გამარჯობა. დღეს ყველანი კარგ ხასიათზეოთ, როგორც ამ ბოლო ხანებში ნეტა რატო. დღეს იყო ძვირფასტელი მაყურებელობა ჩვენ მიწევთ გადაცემას. ბოდიში, ერთ სტატუსს მოუყვები, ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწერა სოციალურ ქსელში, რომ პრეზიდენტმაო ერთი პროგრამა შეასრულა ხიმილიანი საქართველოსო, კბილიასაც შეუსრულა და უკბილოსაცო. გაია. ბიზნესმენებთან ვიყავი შეხვედრაზე, მე კი არ ხვდებოდი, მაგრამ ისი მგონია რომ მეც ძალიან დაფასებული ადამიანი ვიყავი, ინტუში გაისო ჩემი ჯიბე სავიზიტო პარადებით და იყო ესეთი რაღაცები, რომ მე სისტემაში გიდან ვანგრევდი, მე რეკლამა მომქონდა მაესტროზე, აი დოქტორ გორმენტალის გადაცემა შენი შალვა როცა დადიოდი კომპანიებში და უფასოდ თავაზობის საჯოქრად და უარს მეუნებოდნენ, მაგრამ მე მითხრე ზოგიერთმა მითხრა, რომ აი ბორმენტალის რეკლამა რო გადიოდა, ეს მე ვიყავი, მე ვიდექი და ნუ დაახო ეს კარგია რომ ისინი თანამონაწილეეთ ეს კარგია მაგრამ გამოუცა ძალიან გამოუცა რამოდენიმე სააკაშვილის კარის ბიზნესმენმა რომელზეც ფაქტები არსებობს რომ მონოპოლიო გარიგებებში არიან შეფშნეული და მათ ჯერსით მიულოცეს ბიზნეს გამარჯვება უთხრეს რომ აი ეხლა ყველაფერი კარგად იქნება და მე რაღაც ტყუილები უთხრეს და იცი რა მოდი ესე ვთქვა შეიძლება გეგონოს რომ ივანიშვილს პოლიტიკურ საკითხებში მოატყუებ ან დაუშვათ რაღაც მე არ მგონია ხო შეიძლება გეგონოს ხო რომ პოლიტიკურ საკითხში ან გეოგრაფია არ ახსოვს კარგად ხო მადაგასკარის დედაქალაქი შეიძლება არ ახსოვს ხო შეიძლება მაგრამ ბიზნესში თან დოქტორ სტოლეტოვი იყო მისი კომპანია ერთ-ერთი ძლიერი ფარმაცევტული კომპანია ხო არა მაგაში გეთანხმება და შენ რო გაგ რაღაცა პატარა ფირმა იმასთან შედრები და რო ატყუებ ეგ არ არის სწორ გონიურული შალო ერთი კითხვა გამიშვეს ხაჩოს თავიდანვე ძალიან ბევრ რჩევას აძლევდნენ ფულთან დაკავშირებით მე აი რაც შემოვიდა პოლიტიკაში ყველა რჩევას აძლევდა ფული ესე არ დახარჯო ესე გააკეთეს და ამ კაცს ეს კაცი ძალიან ნიჭიერია სწავლობდა პოლიტიკას მაგრამ რაც შეეხება ფულის შოუნას და ხარჯვას მე მგონი ძალიან კარგად ესმის მაგრამ ბიზნესს რაც შეეხება მე მგონი ძალიან კარგ ნაბიჯებს გადადგავს იმიტომ სწორედ რომ ესმის ეს ბიზნესი და იმიტომ რომ აქ ძალიან მარტივადაა სიტუაცია რა მე ვფიქრობ უნდა დაიშალოს ის მონოპოლიური კარტელები რომელიც არსებობდა და მე ადამიანს შესაძლოა მიეცეს ბიზნესის კეთება. ივანიშვილ რომ დისტანცირებული იქნება ხელისუფლება ბიზნესისგან და ზეწოლას არ მოახდენთო მაგრამ რომ მოახდინოს როგორ გავიგებთ ხელმოწერმა ბიზნესმა აჩვენა რომ ჩვენ ამას ვერასოდეს ვერ გავიგებთ. დღეს აღმოჩნდა რომ ერთ-ერთმა თურმე შეხვედრაზე ისიც კითხვა რომ აქტებს არ ვაფორმებდით ისე მიქონდათ ფული ჩემგანო. ავერსის უფროსმა. ხო. აღმოჩნდა რომ დღეს გავიგეთ. ესე იგი ივანიშვილს რომ მოუნდეს და რომ მოაფიქრდეს ჩვენ ამას გავიგებთ თორსა კიდევ სხვა ახალი ხელისუფლება მოვა. ეს შეიძლება ისინი არ ამბობდნენ მაგრამ ჩვენ ხო ვიცოდეთ ჩვენ ხო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდეთ ის რო არის კარტელური შეთანხმებები რომ გახსოვთ ახლა როგორც კი ბენდუკიძე მოვიდა მონოპოლიური კანონმდებლობა გაუქმდა. მონოპოლიური ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმდა და ანტიმონოპოლიურის გაუქმების პარალელურად ყველა ვინც არ იყო სასურველი იქ შევიდა პროკურატურა და ამით შეიქმნა მონოპოლიები. ეხლა მარტივად ამ კანონმდებლობის გამოსწორების ფონზე მე ვფიქრობ რომ ეხლა გარდა ამისა მოდი სხვა რაც ვთქვა რა სხვა გაქანების ადამიანია ბიზნეს კუთხით რა. ხო, მაგრამ დიანა სვამს კითხვას თეორიულად რომ აი დავუშვათ როგორ იგებს საზოგადოება ამ შესახებ. და ძალიან საინტერესო რაღაცაა. ჟურნალისტებზეც იგივეა, აბა დაასრულე. რა ნათქვამი ზუსტად ხო ჩემს მას კითხეს რომ რა გარანტია გვაქვს რომ თქვენც ისევე არ მოიქცევთ და ძალიან პატიოსანი პასუხი გასცა რომელიც ეხლაც მომწონს. მე ვარ ჩემს ცხოვრება არის გარანტიაო. საერთოდ ჯამში ნებისმიერი მექანიზმი თუ მას პიროვნული ნება არ უდგას უკან წვდება საქართველოს კონსტიტუციაც და სტალინის კონსტიტუციაც ხო ძალიან კარგი კონსტიტუციაა. შალ მაგასთან დაკავშირებით ამინდა გითხრა იცი ამ დასაწყის ეტაპზე კი ჩვენ დამოკიდებული ვართ ივანიშვილის პიროვნულ ფაქტორზე მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ივანიშვილის შექმნის ისეთ სისტემას, როდესაც აღარ იქნება, როდესაც ის ამბობს, რომ მე 2 წლის მერე ან 3 წლის მერე მივდივარ, ხო, ეს აქ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ სისტემა უნდა შეიქმნას ისეთი და არა ფასადური, არამედ რეალური, რომ ამის ყველაფრის ხო, არა მხოლოდ კადრები, არამედ ინსტიტუტები რო შეიქმნას. შალოსთვის თქვითო რა. ეხლა რა თქმა უნდა, ივანიშვილის იმაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს სისტემაში გადავა. მე დღეს ესე იგი რომ ვინ გახდეს ეს ხო ავერსის ბიზნესი ისა ხო ეს ხო სასაცილოდ ჟღერს მე და სხვა თემა ძალიან მნიშვნელოვანი 2-3 უბრალოდ 3 ბიზნესმენი მომიყვა კონკრეტული ისტორია რომელსაც მე გავაკეთებ ერთ-ერთმა ბიზნესმენმა მომიყვა შემდეგი რომ იგი იყო გადაზიდვებში და
აკრძალეს ეს გადაზიდვები, უთხრეს რომ გადაზიდვები მხოლოდ ერთმა ფირმა უნდა აწარმოოს, ხოლო შემდეგ დააკავეს ამ ბიზნესში მყოფი ადამიანის мама და ფული ამ კაცმა გადაიხადა კოდუას ფირმის ანგარიშზე, არა სახელმწიფოს ანგარიშზე, არამედ კოდუას ფირმის ანგარიშზე და აქვს ეს ანგარიშ ფაქტურა. რომელი კოდუას? ალბათ დავით კოდუას. ნუ ეგ ერთი ოჯახია მე მგონი, ხო? ეს დავით გიორგი, ქალბატონი ლაურა, ეს ერთი თემაა, ხო, რომლებიც ხელისუფლების შალო, მანამდე შენ თუ გაიხსენებ, მანამდე ძალიან საინტერესოა, სანამ ესეთი რაღაცები, მანამდე ძალიან ღიად მოხდა წილების პირდაპირ გადაფორმება. აქ ხო არ იყო ეს პროცესი ძალიან დაუნახავე, ხო? 2004-ში, 5-ში ბიზნესებს პირდაპირ მიდიოდნენ ნოტარიალურად წილებს აფორმებდნენ ერთი ბიზნეს ჯგუფი აფორმებდა სახელმწიფო ბიზნესმენებს. და კიდევ ერთი ინფორმაცია მე ალბათ ვეთქვი საინფორმაციო სამსახურებს, რომ ერთ-ერთი იურიდიული ფირმაა, რომელიც ამ ხელისუფლების ბიზნესმენებს ემსახურება, იგი იმყოფება ტექნიკური ბიბლიოთეკის ოფისში და ყოველ ღამე იქ არის რიგები. ნოტარიუსი, ხო. იქ არის რიგები. ეხლა ქალბატონი ერთი ცნობილი სახელდაგვარია ნოტარიუსი, რომელიც როგორც წესი ასეთი გადაფორმებების კი, ასეთი გადაფორმებით არის დაკავებული და მე მინდა უთხრა ყველა საინფორმაციო სამსახურებს, რომ თითო კამერა იქ მიავლინონ, რადგან ძალიან ბევრ სახეს დაინახავენ იქ და ეხლა მიმდინარეობს, მოვაცი ერთი 10-15 ფირმა, 15 ბიზნესი ფორმდება აქეთ იქით. ეს ტექნიკურ ბიბლიოთეკაშია მისი ოფისი. დღეს კიდევ საინტერესო შეხვედრა იყო, ალბათ მნიშვნელოვანი. ჩვენ გუშინ ვსაუბრობდით, სად იქნება ეს შეხვედრა, აღმოჩნდა კანცელარიაში 4-ეული ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელი 4-ეული ხვდებოდნენ ერთმანეთს. ასე რომ გამოვიდნენ ლიფტიდან? ერთი ლიფტიდან, მეორე. მაგრამ ერთეროდ და ეს სინქრონულად რომ გამოვიდნენ, კარგი იმისავით მოცეკვავეებით ესე გამოვიდნენ. იგი გულავა სოზარ სუბარს ხარზე ხელს და საინტერესო მაგას რა. გას, სოზარ სუბარს რო ხელს მომხმარდა იგი გულავა. სოზარმა შესაძლოა იყოს შეხვედრა ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. ანუ შესაძლოა ამ ჯგუფის მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ითქვა იქ მე რაც გავიგე ეს არის ის რომ აი ამ დღეებში სამართალდამცავ სტრუქტურებში იქნებიან წარმოდგენილი ქართული ოცნების წარმომადგენლები. ჩვენ ხედავთ რომ რაღაცა ალბათ მაინც ადგილობრივი რაღაცა ნახევრად კრიმინალური პოლიციელების მიერ ეჭვიარი რომ მიმდინარეობს ინსპირირება დანაშაულის და ამ ფორმით ობსტრუქციის, იმიტომ რომ დანაშაულის რაოდენობა ძალიან იმათა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტირაჟირებაც აქტიურად ხო, ეს გასაგებია, ეს ხო. სიტუაცია თითქოს იცვლება. და მაგაშია საქმე, რომ აი აქ ამ სახელმწიფოს დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ ორი საშიშროება არსებობს. ერთის მხრივ არსებობს სახელმწიფოს მოშლის საშიშროება და კრიმინალის გააქტიურება, მეორეს მხრივ არსებობს ლინჩის წესით სახელმწიფოს მოშლის გააქტიურება. ანუ ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვნად გასამიჯნია და აქ ძალიან სერიოზულია რომ ეხლა ეს პასუხისგებლობა ქართულმა ოცნებამ თავისი საშუალებებით მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ არ მართავს რეალურად სახელმწიფო დაიჭიროს. ამასობაში მე მაქვს ინფორმაცია დეზინტეგრაციული გაჩნდა რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და ვერავინ ვერ მომატყუებს რომ ეს ვინმე საწყობდეს წინა ხელისუფლების გარდა რომ ეხა დეზინტეგრაცია მოხდეს სახელმწიფო. ამასობაში არის კონკრეტული ინფორმაცია მე რო კონკრეტული ინფორმაციით მოვდივარ ხო ხედავ ახალ რეალობაში. ხო და არის კონკრეტული ინფორმაცია რომ თავდაცვის სამინისტროში შინაგან საქმეთა სამინისტროში საბუთები იწვება මොකද არა ესე დილედანტურად როგორც ეხლა ლისტის ბაზე არა იწვება კონკრეტული შიგნით მანქანები ავტომანქანები სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანები ბალანსიდან იხსნება და გადადის რეგიონებში მეც მაქვს ეს ინფორმაცია. ხო და ის მანქანები რო არ დახვდეს ახალ ხელისუფლებას ადამიანები რაღაც ქონების არის ინფორმაცია რომ რაღაც იარაღის ჩაფლები მიმდინარეობს სადღაც სხვაგან მოკლედ რაღაც მოძრაობა არის ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქართული ოცნება ამ ყველაფერში ისე ჩაერთოს როგორც დღეს ითქვა იმიტომ რომ ეს საშიშროებები არის რაღაცა ნაღმები რომელიც ჩადებული არა იმისთვის რომ ეს არის ნაღმები რომელმაც უნდა დაარტყას ყველა თვალსაზრისით ახალ ხელისუფლებას ეს არის იდეოლოგიის მაგრამ სახელმწიფოს არა სახელმწიფოს და ახალი ხელისუფლება არის რა მართველი პარტია და არტყას მართველ პარტიას ხო ჩვენ ხო ხედავთ რომ პირველი ემოციური რაც ბაქრაძე ამ მოთქმა იყო რომ ჩვენ მოგიწყობთ ჩვენ აგირებთ ქვეყანას მათ თქვა რომ მე
არ ავრებ, მაგრამ მე შემიძლია. ეხლა ამას რომ ამბობ, შეიძლება კონკრეტულად შენ ამ დონეზე არ არისო, მაგრამ ვიღაცას მოუვიდეს თავში რომ ქვევით არისო. იქნება ეს კრიმინალი, რომელიც დაიწყებს შენი წაქეზებით რაღაცას. სოჭუს გუშინ რაღაცა ვიყიდე მაღაზიაში და პირველად ჩეკი არ ამომიტყეს. ხო, აი ესეთი რაღაცები საგადასახადო სისტემის მოშლა, ესეთი რაღაცა აწყობს მხოლოდ ამ ხელისუფლებას, ხო? და მეორე მხრივ კიდევ ერთხელ ამ რინჩის წესისკენ მოწოდებას, ეს არის სახელმწიფოს დეზინტეგრაცია. ნუ რავი, ნუ მეტყვის, რომ იქ ვიღაცის ცემა, რაც ამასწიან თუ ნახე ტელევიზორში იმითი რა ქვია, ნაცმოძრაობის მაიკით ვიღაცა იყო და ვიღაცა გულანთებულმა ახალგაზრდამ იმას დაარტყა, რომ ეს არის ისა რა ქვია, ახალი ეპოქის რაღაცა, ეს არის, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოს დეზინტეგრაცია და ის აწყობს თუ ვინმე შეიძლება აწყდეს, აწყობს ამ ხელისუფლებას. დიდი მადლობა დღეს შენ ამთავრებ ჩვენს ერთად ყოფნის ამბავს. სამუშაო კვირას და აბა შენიც რას გააკეთებ? კარგს და სასარგებლო. ორშაბათს ახალი მთავრობა იქნება სია წარმოდგენილი, სადმე ხომ არ იქნებით? არა, მე არ ვიქნებ. მე სხვა სერიოზული, სასერიოზული პრობლემები მაქვს. მე ლექციების ახალი კურსი დავიწყე, რომელიც საერთოდ ძალიან ცუდად გამომდის. სტუდენტები უკმაყოფილოები არიან, ფილოსოფიის ისტორია უკმაყოფილოები არიან სტუდენტები, სერიოზული პრობლემა მაქვს, რომელშიც ვერავინ ვერ მეხმარება, ვერ წინამთავრება. განმარტოება უნდა. არა, რაღაც უნდა დავფიქრდე რას ვაკეთებ. კარგი, დიდი მადლობა. და ჩვენ მცირე შესვენების შემდეგ გვეყოლება ინგა გრიგოლი. დავბრუნდით ეთერში. ინგა გრიგოლიასთან ერთად მინდა თავიდანვე დავიწყო ინგასთან შეკითხვით, რომ ბევრი იმას რომ შენ წახვედი, მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსენი, მაბრალებს მე და როგორ იყო? ნუ შენ რო ეხა ცნობილი ავანტიურისტი ხარ და სინამდვილეში რომ რაღაცა ძალიან დიდი როლი რომ მიგიძღვის, უნდა. ამ ამბავში ის? არა, მე შენ იცი რატომაც წავედი შალვა, იმიტომ რომ დადებული მქონდა რაღაც პირობა კონკრეტულად შენთან იმ კენჭისყრის თაობაზე, რომელიც ცენტრალურ მალაპარაკეთ ცოტა დრო გვაქვს. ისა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადიოდა და მე მახსოვს რომ შენთან რაღაცა საუბრისას დავდე პირობა რომ ეს ასე არ მოხდებოდა და მეორე დილით დავწერე კიდეც ჩემი პოსტი. მაგრამ ერთი ამას თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა რა, დღეს გამოვიდეს რომელიმე ჟურნალისტი თქვენ თუნდაც და თქვას რომ მას არჩევნების გაშუქებაში შეეშალა ხელი. ანუ ის რაღაც ვაიუშველებელი რაც იყო ქრისტიან-დემოკრატების წინააღმდეგ ეს უნდა ვთქვა ეხა რომ აი რაღაც თითქოს საშინელებას მოაწერეს ხელი, სინამდვილეში ესე არ იყო. ყველამ გააშუქა არჩევნები. ისა დიანა მე ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ თქვი ეს რა, მე არ აღმოჩნდი ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ სტერილური იყოს და უემოციო იყოს რაღაცების მიმართ. მაგალითად იყო ძალიან დიდი აგრესია. იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური საუბრობდა გუშინ გიორგი თარგამაძე პოლიტმეტრში. არა, ფიზიკური განადგურების მუქარა. არა, ფიზიკური განადგურების მუქარა და ასე შემდეგ არ იყო, თუმცა ეხა ძალიან თამამად ვიტყვი, იყო გინებები, იყო საშინელი SMS-ები, გეუბნები, სატელეფონო ზარები რომ როგორ როდის კაცო? აი ამ გადაწყვეტილების მიღების პარალელურად. რომ მიიღე გადაწყვეტილება მე? არა, სანამ CSKO-ს გადაწყვეტილებაზე საუბრობ და მანამდეც, როდესაც პატიმრების კადრები გამოქვეყნდა, ის ცნობილი სკანდალური, როდესაც უკვე დაიწყო ძალიან სერიოზული აზვირთება ამ საპროტესტო მუხტმა, იყო ძალიან დიდი აგრესია, ზარები, SMS-ები, Facebook-ზე 400 წაუკითხავი SMS-ი წავშალე ერთხელ, იმიტომ რომ მე არ ვიყავი დაუშვათ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე, რომელზეც აღმოჩნდა რომ ქვეყნის 54% პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, აი ვისი მხრიდან? პოლიტიკური ოპონენტები ამ შემთხვევაში მე ვიღაც კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ თქვა თქვენ პოზიციაზე არ ხართ საზოგადოებაზე, რაღაც ნაწილზე, რომელსაც იმის გამო რომ მე მქონდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია, არაერთხელ მიუცია და განსაკუთრებით ეს გამძაფრდა ბოლო პერიოდში, თავის უფლება რომ რაღაცა შეურაცხმყოფელი, რაღაცა ძალიან მძიმე ხო, მაგრამ ეს მოდიოდა თუ არა პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან, არა ხელისუფლების მხრიდან, გუშინ გიორგი თარგამაძე მე ცალსახად ვამბობ, აქ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან წამოსული ზარები რო ყოფილიყო, ამაზე საუბარს ვერავინ დამასწრებდა. მე ვსაუბრობ, რომ მე მაქვს პროტესტი აი ამ აგრესიის მიმართ, რაც ზოგადად არის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ შენ შეიძლება არ დგეხარი იქ, სადაც დგას ის უამრავი ადამიანი, რომელმაც თუნდაც შეცვალა ხელისუფლება, ვიღაცა ადამიანები აძლევენ თავისუფლებას. მე სხვა რამეს ვამბობ. უცბად
ვართ მივხვდი რომ არც პოლიტიკა მაინტერესებს თუ ესე უნდა მაგინონ არ შემიძლია მე მსგავსი აგრესიის ატანა საერთოდ ვერ ხვდები არა ერთი წუთი დავასრულებ ან პარლამენტში რა თმინდა ყოფნა თუ კი ვიღაცა ადამიანები მაგრამ მე მაგიჟებს ეს საზოგადოება რომელსაც იმიტომ რომ მე დაუშვათ არ ვიზიარებ 54%-ის შეიძლება რაღაც პოლიტიკურ პოზიციას ეს არც ერთი პოლიტიკოსის ბრალი არ არის ეს საზოგადოების განწყობა არა მოიცა მოდი ყველაფერი ტელევიზიონში შეხედვარ და რიჟას ვლაპარაკობთ რეალურად ვლაპარაკობთ მოდი ესე ვთქვათ რა 54%-ი თუ არა არის იმიტომ რომ შეიძლება იყოს 75 მე ვლაპარაკობ იმ არსებული მონაცემებით რომელიც ცენტრალურ საათში შენს მიმართ აგრესიას ნუ უკავშირებ ქართული ოცნებას ხმა რომ ისწეს იმას იმიტომ რომ არ არის კავშირი შალვა მე ვლაპარაკობ იმაზე რომ როცა შენ არ გიხარ იმ პოლიტიკურ პოზიციაზე რომელსაც გას სხვა ყველა არა მაგრამ დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების აძლევს ხოლმე თავს მსგავსი უფლებას ეს სხვა რაღაცა არის რა არ მინდა ამ აგრესიის ატანა ამიტომაც დავტოვე პოლიტიკა და ვთქვი რომ ისე მოვკვდები რომ არასოდეს არც ერთ პარტიაში არსად პოლიტიკაში როგორც პოლიტიკური მოთამაშე მე აღარ ვიქნები მე არ ან თქვენ აღვნიშნით ისეთ პარტიაში რომლის მიმართ საზოგადოების განწყობა არის სხვა რაღაცას მოიცა მე დავსვამ შეკითხვას დამაწევთ ქალებო რა აბა როცა მე გამოვედი ციხიდან მე რამდენიმე პარტიასთან მივედი სათანამშრომლოდ იმიტომ რომ მე ესენი არც არ მიმიღებდნენ და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ან ჩემი ოჯახი უნდა შემშილით მომკვდარიყო ან წავწულიყავი ჩემი მეგობრის წინადადება იყო ტელეკომპანია იმეჯი თუმცა გაჩვენებული ვიყავი ამდენი ხანი იქ რომ მუშაობდი და ეს იყო ძალიან მძიმე შემთთვის და მე რომ დავტოვე ის სამსახური გამომაგდეს იმიტომ რომ ჩემი არ ქონდათ ჩემი ასე ვთქვათ იმედი ბოდიში მოვიხადე და თქვი რომ ძალიან ცუდი რაღაც ჩავიდინეთ რომ იქ აღმოჩნდი თქო რა რაღაცის თანამონაწილე ვიყავ არა შესაბამისად არა მე გეკითხები შენ რა ყოველთვის ვიზახდი რომ ქდმა არ მომწონს საშინო. იცი რა შენ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმ შაუპიარში რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წინააღმდეგ იყო ამ პერიოდის განმავლობაში. მე ამას გეტყვი. შენ ხარ ჩემი მეგობარი, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ შენც ხო იცი რომ ეს წვლილი რო გაქვს შეტანილი. არ ვიცი, სიმართლე გითხრა არ ვიცი. კი ბატონო, დიდი მადლობა. მე მახარებს ყოველთვის რომ მაგრამ წლების მანძილზე და არჩევნების წინ დედა მომიკვდეს ეხლა არ იმიტომ კი არ გელაპარაკები რომ კიდევ ერთხელ მინდა რაღაც დავიკმაყოფილო ჩემი ამბიცია ძალიან ბევრ მოქალაქეს მათ შორის ჭკვიან ადამიანებს გქონდათ ეს განცდა რომ ეს არის პროსახელისმწიფო პარტია შენ ეხლა აი რომ გაანალიზე დაფიქრდი წამოხვედი არ ფიქრობ არ ნანობ იმ საქციელს თუნდაც შეიძლება სხვა გზა არ ქონდა მაშინ მაგრამ არ ნანობ ის მიხედი ერთი წუთით რას ნიშნავს ნანობ მე არ ვნანობ იმას რომ 2 წელი ვიყავი იმ პარტიაში რომელშიც ვიყავი და არასოდეს არ ვინანებ თან პლუს ერთი რამ უნდა ვთქვა 2 წლის განმავლობაში იმ ხელა გამოცდილება მივიღე რომ ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გუშინ ვიხუმრე მე მგონი თქვენ სიუჟეტში 10 ბენდუქიძე რო დამისვან თქო 10-ვეს ერთად მოვერევი თქო ანუ სატელევიზიო ეთერი ვიგულისხმე და რას ქვია ვნანობ არაფერს არ ვნანობ მაგრამ მე ვამბობ რომ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე, იქ დავსვი წერტილი და მე მაქვს ჩემი გეგმები მომავალთან დაკავშირებით. ვისაუბროთ ან გეგმებზე ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ გუშინ უკვე ყოფილი თქვენი უკვე ყოფილი პარტიის ლიდერმა თქვა რომ თქვენმა წასვლამ ძალიან დააზარალა პარტია. თქვენ დაეთანხმებოდით რომ ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყავით და თქვენი წასვლით ბარიერის პრობლემაც კი შეიქმნა. მე დიდი პატივისცემის მიუხედავად გიორგის მიმართ მე ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ მე ვიყავი ერთ-ერთი რიგითი წევრი ამ პარტიის. მე არ ვიყავი არა რატო ეხლა არ ვიყავი თავარი იმდენად ფიგურა რომელიც ბარიერის გადალახვა არ გადალახვა შეუშვიდა ხელს და უყვარ ხარ შენ ხარ ქარიზმა შენ ხარს უყვარდი და შენ იყავი მებრძოლი ჟურნალისტი მაშინ როცა თარგამაძე წავიდა პოლიტიკაში შენ დარჩი აკეთებდი პირველ არხზე გადაცემებს ძალიან მაგარ რაღაცებს აკეთებდი მათ შორის ძალიან დამეხმარე შენი პრინციპული პოზიცია მაშინ დავინახე შენ გქონდა ეს კაპიტალი ლამაზი თვალებისთვის კი არ დაგიძახა თარგამაძემ შენ გქონდა კარგი კაპიტალი შენ გქონდა ნდობა შენ გქონდა ცნობადობა და დიახად ძალიან მნიშვნელოვანი წევრი იყავი და ეხა ის ლაპარაკი რომ რიგითი ვიყავი და არ არის სწორი უბრალოდ არავის არ დაუძალები ალბათ ეს ინგას არჩევანი იყო ციხო რომ იმ პარტიაში შესული ის მაინც არ თქვას რომ მე ეცი რიგითი წევრი ვიყავი მე ვიყავი ჩვეულებრივი ადამიანი იმ გუნდის ერთ-ერთი წევრი კარგი რაზე ვდაობთ ეხლა იმაზე რომ შენ ძალიან მნიშვნელოვანი აკეთრებდი მაგათ
უკაცრავად მათ არაფერი არ ჭირდათ ეხლა ძალიან მაგარი იმიჯი გონდა და გაქვს შენ გქონდა ძალიან მაგარი ინგა შენს მომავალზე მინდა ვისაუბროთ სადაპირებს ასვლას უკაცრავად მე ვწვლი რომ გათეთრების პრობლემა არავის არ ქონდა ხალხმა თავისი არჩევანი გადაწყვიტა ამ არჩევნებზე მისცა ხმა ყველას იყვნენ ისინი არჩევნებშიც და პოლიტიკაშიც მიიღო და ერთი წუთით თუ შეიძლება დავასრულებდა ყველა პარტია გამოვიდა და აღიარა მე მაქვს იმედი რომ ისინი მოახერხებენ რომ გაძლიერდნენ იმიტომ რომ ყველა საკრებულოში საქართველოსი მათ ყავთ თავიანთი საკმაოდ წარმომადგენლობითი ფრაქციები და ვარ დარწმუნებული რომ მომავალ არჩევნებში ექნებათ კარგი შედეგი მე არ ვთვლი რომ ჩემი რომ პარლამენტშიც ყოფილიყვნენ ჩემი აზრით რატო იქნებოდა რას ნიშნავს კარგი იქნებოდა პარლამენტში გიორგი თარგამაძე რატო უნდა ყოფილიყო ქრისტიან დემოკრატიული პარტია პარლამენტში უკაცრავად ერთი წუთით რატო იძახი ამას იძახი იმიტომ რომ არა არანაირი უსწორებ ვიღაცას არავის არ უსწორებს რატო უნდა ყოფილიყო ქდმ პარლამენტში რატო ორია პარლამენტში არ ვასხვავებ ერთმანეთს უკაცრავად თუნდაც მარტო იმიტომ უნდა ყოფილიყო რომ თუ ვინმე გადატეხა ეს ხელისუფლება თავის დროზე ხერხემალში მე ტელევიზიის პერიოდი მაქვს მხედველობაში ირგვლიანის ამბიდან დაწყებული უკანონო ქონების ჩამოწმება ადამიანების ჩახოცვა ქუჩაში ადამიანების უმისამართლო ჩაგვრა და დიანა მაშინ იქ მუშაობდა ეს იყო გიორგი თარგამაძის გუნდი მე აღარ ვაპირებ შალვა ამ თემაზე ეხა შენთან და სად მიდიხარ ინგა იქნებ ვესაუბრო ამაზე უბრუნდება და არის ყველაზე კარგი არა გუში გავარკვიე არიან ადამიანები რომელსაც უჭირთ რაღაცის აღიარება მე ვაღიარებ არა მაქვს იმდენი ძალა რომ მე რაღაცა მსგავსი ტიპის შემოტევებს გავუძლო ამიტომ გადავწყვიტე რომ საერთოდ ვეხსნები პოლიტიკას და ჩემი მომავალი მინდა რომ დაუკავშირო ისევ მედიას შენს ბევრჯერ გითქვამს ეს ჩემთვის რომ წამოდი ჟურნალისტიკაში მე და შენს გვილაპარაკია დიანა და შენ მეუბნებოდი რომ ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომაა როცა ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის რომ მე ესე დავგეგმე ჩემი ვინაიდან ემოციურობის გამო თუ არ ვიცი ესეთი ტიპი ვარ ამის გამო მე ვერ ვახერხებ რომ შვიდად გავატარო რაღაცეები პოლიტიკაში მივხვდე რომ პოლიტიკოსი უნდა იყოს ასევე პრაგმატული და უნდა იყოს მომავალზე დაფიქრებული და ბევრჯერ უნდა გათვალოს მე ვარ ძალიან იმპულსური ძალიან ემოციური ადამიანი და მივხვდი რომ პოლიტიკაში ყოფნა მკლავს, ამიტომ დაუსვი წერტილი, დავამთავრე და ვაგზავნე სად მიდიხარ? ეს შემოთავაზება ერთ-ერთი იყო ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მხრიდანაც ეთერის მეშვეობით მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მამუკა ყლონს. ეს იყო ჩემთვის პირველი იმ ნერვიულობის ფონზე ყველაზე დადებითი მესიჯი, რაც კი იმ დღეებში მე მივიღე. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და ერთი უნდა ვთქვა ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე, რომ ძალიან დიდი ხანია მე უკვე ტელეკომპანია მაესტროს გარდა სხვა თითქმის აღარ ვუყურებ და აი ეს არის მაგარი. თუმცა მინდა გისურვოთ რომ ახალი რეალობის პირობებში მაესტროს არ შექმნოდეს ისეთი ტიპის პრობლემები, რომელსაც ჩვენ გვიქმნიდა თავის დროზე, ეს არა უკვე ყოფილი ხელისუფლება და მე ვსაუბრობ იმაზე რომ ამ ახალ რეალობაში მაესტროს კამერები მაგალითად ვერ შევიდა შეხვედრაზე. სად მივდივარ არ ვიცი. არ ვიცი სად მივდივარ, იმიტომ რომ ვფიქრობ, გუშინ გავაკეთე მე განცხადება რომ პოლიტიკიდან მოვდივარ და ორ შაბათს უნდა დავწერო ოფიციალურად განცხადება. მაქვს რამდენიმე წინადადება, მათ შორის ერთ-ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ასევე, როგორც იყო მამუკას შემოთავაზება. ეს ეხება კი, დავასახელებ, ეს ეხება ტელეკომპანია მზეს, რომელიც თავის დროზე მის მფლობელს წაართვეს 40% დათო კეზერაშვილმა გადაიფორმა ორი დღის წინ. იქ მუშაობდი, არა, იქ შედგა ჩემი ძალიან წარმატებული კარიერა და თავის მფლობელს თავის დროზე წაართვა ხელისუფლებამ, სააკაშვილის ხელისუფლებამ. არა, არ ვიცი, ეს ნიუანსები მე არ ვიცი. მე ვიცი, რომ სასამართლო მიდის ლონდონში. მე ვიცი ის რომ უნდა დაუბრუნონ თავის მფლობელს ეს ტელევიზია მე მქონდა იგივე ვანო ჩხარტიშვილთანაც ამ დღეებში საუბარი და მათი მხრიდან არის ასეთი სურვილი რომ ტელეკომპანია მზე დაიბრუნოს თავისმა მფლობელმა და მიიყვანონ იქ ის ადამიანები, რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ ეს ტელევიზია გაკეთებული. ტელევიზიების თემა არის ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა დღეს ვახოსანაიას და ეკახოფერიას გადაცემები დაიხურაო დაწერეს. ეხლა რომ შემოვდიოდი ვახოსანაიასთან დავრეკე. დაიბარა თურმე გია ჭანტურიამ და უთხრა რომ არ მინდა ეხლა ინტერპრეტაცია ისე ძალიან ისე გამომიდეს, მაგრამ მოკლედ უთხრა რომ ის უქმნიდა მათ პრობლემას. რატო? იმიტომ რომ ვახო გამოვიდა თუნდაც საპროტესტო აქციაზე, იმიტომ რომ ის აფიქსირდა და თავისუფალას არ თუნდაც იმიტომ რომ თქვენთან იყო ეთერში. ეს არის უბედურება, ეს უნდა დამთავრდეს და ტელეკომპანია მზის თავისი მფლობელისთვის დაბრუნებით. მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში უნდა აღდგეს სამართლიანობა ტელევიზიებთან დაკავშირებით, როგორც გადაინაწილეს, როგორც წაართვეს თავის მეპატრონეებს, ასევე უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. ნუ მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, მე მივდივარ ისევ ჟურნალისტიკაში. შვენიერია.
გისურვებთ წარმატებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და გისურვებთ მე წარმატებას. მინდა განცხადება წავიკითხო დღეს მაესტროს განცხადება არჩევნებში დამარცხებული და გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს დახურული შეხვედრის კადრების გადაღება კი მხოლოდ სამ მედია საშუალებას მიეცა. ვითვალისწინებთ რა მაესტროს გამოცდილებას რის შემდეგაც კონკრეტულ ღონისძიებაზე დასწრება კონკრეტული აკრძალვის მიზეზით ხშირად ვერ ხერხდებოდა მოვითხოვთ ხელისუფლების გადაბარების პროცესის საწყის ეტაპზევე გაითვალისწინოთ ყველა წამყვანი მედია საშუალების ინტერესი თანაბრად და არ დაუშვათ რომელიმე მათგანის დისკრედიტაცია. მივიჩნევთ რომ ყველა ჟურნალისტს თანაბრად უნდა ჰქონდეთ ნებისმიერი პროცესის გაშუქების საშუალება და ეს საკითხი არ უნდა წყდებოდეს პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. განცხადებებს ამიერიდან აღარ გავაკეთებ, მაგრამ ეხლა უნდა ვთქვა მთავარი ტესტი რაც აქვს ამ ახალ უმრავლესობას, ახალ ხელისუფლებას. ეს არის თავისუფალი სივრცე, თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ჰაერი. ადამიანებს თუ მოახერხებს იგი, რომ აღადგინოს სამართლიანობა, ის ტელეკომპანიები თუნდაც მზეზე ეხა მე როცა ვსაუბრობდი, დაუბრუნონ თავის მფლობელებს, თავისუფლების სიტყვის თავისუფლებას არ შეუქმნას პრობლემები. სასამართლოს რასაკვირველია თავისუფლებაში სასამართლოს გულისხმობ პირველ რიგში, ეს იქნება მათთვის პირველი ტესტი და არა ისე რომ ერთ დღეს აღმოჩნდეს, მე არ მინდა რომ ეს კიდევ გამეორდეს, რომ დაუშვათ რომელიმე არხის კამერა შევიდა რაღაც შეხვედრაზე და სხვა არხის არა, ასე დაიწყო მიშამ და მე მინდა მათ ურჩიე რომ ეს არ გააკეთო. ნინო ჟიჟილოშვილთან იქნება დღეს პოლიტმეტრის სტუმარი ვახოსანაია და ალბათ დეტალებზე ის თავად ისაუბრებს. ჩვენი გადაცემა დასრულდა. მადლობა ინგას და თეა სიჭინაოს და გადაცემა არგუმენტებს უთმობთ ეთერს.